გუშინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ესეთი სურათი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების ქანდაკებაა და ზემოდან ადგას ლენინის თავი და ამერიკის თავისუფლების ქანდაკებას თავისი თავი ხელში უჭირავს. ეს რა არის? ეს ხო სიმბოლოა რა. დღევანდელი გლობალისტების იარაღი არის ლიბერალიზმი, ლენინიზმზე და ტროცკიზმზე დამყარებული, ეს არ არის? ნამდვილად 100%-იან თავიდან ბოლომდე გეთახმება. ეს გეოპოლიტიკური ძალები, რომლებიც ლენინიზმს იხენებენ, ტროცკიზმს იხენებენ და ნეობოლშევიკებად ცდიან ამ საზოგადოებას. ეს მეხუთე კოლონა აქ არის, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანია, ხო? აი ნეობოლშევიკებად ცდიან იქ, თავისთან არ უნდათ ეს ნეობოლშევიკები, ცდიან იქ, სადაც მიუწვდებათ ხელი. აი ზუსტად ამისთვის არის საჭირო ახალი ელიტის, იმ ხალხის წამოწევა წინ, რომელსაც ძალუძს, გნებავთ ინტელექტით, გნებავთ სიყვარულით, გნებავთ ძალით, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. შინაგან ძალაზე მაქვს საუბარი და არა თქვათ ავტომატის როლაზე. ეს დიპლომატია მაგისთვის არის საჭირო. რეალური პოლიტიკური ნების პირობებში ამ საფრთხეების ნიველირება შესაძლებელია დამერწმუნეთ. რა მით უმეტეს ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვართ ახლა. ხო, მცირე ქვეყანაში. ხო უნდა ხედავდეთ, რომ დღეს ახლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს. ხო არანაირი ფაქტი, ჩვენ საუბრობდით ხომ გასწოთ, რომ ნელ-ნელა მიდიან მეთქი ვამბობდით და გამომეორდები. ეს ხო რას ნიშნავს ეს კანდიდატის სტატუსი? ხალხი ახლა მართლა ევროების წვიმაკი არ წამოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ სოფლიო პოლიტიკურმა ელიტამ ეს ქვეყანა როგორც დამოუკიდებელი წარმონაქმნი სოფლიო პოლიტიკურ უკაზე აღიარა. ის პოლიტიკური ქუდი, რომელიც არსებობს, ის ჯერ ჩანს, მისი კონტურები ჩანს. მაგრამ როცა გადაგვეფარება, მე შეიძლება უკვე ყველაფრის კეთება სხვანაირად, მაგრამ ეს ნელ-ნელა მე ესე ვთვლი, რომ ეს ნეოლიბერალიზმი მაინც განიცდის. როგორ განიცდის? აი ხა ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზული ომი მიდის ამ ნეოლიბერალიზმსა და კონსერვატორებს შორის.